30 ლარიან ხუნათესვის ვაუჩერს გურიაში გლეხები სულ მალე მიიღებენ. ახალი სახელმწიფო პროგრამა 20 დეკემბრიდან ამოქმედება. ვაუჩერით გლეხები მიწის დამუშავებასა და სასოფლო-სამეურნეო სასუქების შეტანას შეძლებენ. პროგრამის ასამოქმედებლად წინა მოსამზადებელი სამუშაოები და სიების დაზუსტება ოზურგეთში უკვე მიმდინარეობს, რომელსაც კურაციას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ღლონტი უწევს. კარგი ვარიანტი არის ვაუჩერით მოსახლეობის დახმარება, იმიტომ რომ ადამიანს ეძლევა საშუალება მან თვითონ გადაწყვიტოს, სასუქი შეიზინოს, საწვავი შეიზინოს, თუ საერთოდ არც ორივე გამორიცხოს და სხვა მიმართულებით იქნებ შესაწამლი პრეპარატები შეიზინოს, ამ შემთხვევაში მას არჩევანის უფლებას ვუტოვებთ ჩვენ და კარგი იქნება ამ მიზნით, იმიტომ რომ თუ ადამიანს სასუქს აწვდი, იქნებ მას არ ჭირდება და არ აქვს ამის აუცილებლობა, მას ჭირდება არა მინერალური სასუქი, არამედ ორგანული სასუქი. ან საერთოდ არ ჭირდება მას ხუნათესვა, იმიტომ რომ თუ ხეხილოვანი კულტურები დაუშვათ ციტრუსით აქვს მას და დატვირთული მეურნეობა, მას არ ჭირდება არც ხუნათესვისათვის ამ მომენტისათვის და შეიძლება სულ სხვა ოპერაციების ჩატარება ჭირდება მას შუა ზაფხულში. ამიტომ ის აიღებს თანხას და იმ თანხით გადაწყვეტავს თვითონ როგორ მიმართულებით გაატაროს თავისი ღონისძიებები თავის მეურნეობაში. მოსახლეობა პროგრამას დადებითად უყურებს და მიიჩნევს, რომ ვაუჩერი მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაში უკეთ დაეხმარებათ. გლეხმა უკეთესად იცის, როდის რა გამოიყენოს. ამიტომ თანხობრივად მე მიმაჩნია, რომ უფრო ვაუჩერული სისტემა უფრო გამართლებულია. კარგია, რასაც მიიღებს საერთოდ ოჯახი და ესა არა უჭირს გლეხს. სასუქი არ აქვს, ფული არ აქვს. აუცილებელია. უნდა დედიკო, უნდა იყოს თანხა დედა, იქ წვალებას და რიგში დგომას და ამავე დროს დედა სასუქი დახმარებას ჩვენთვის უაღრესად ძვირფასი სოფლის მეურნეობის მოსახლეობისთვის დედა. ბევრი რამ გვინდა, მაგრამ ის რაც ცოტაა და ხელი გამოგვიწვდნენ, ის ფულადი ანგარიში ჯობია, რა თქმა უნდა.